ფინტეკ ინდუსტრიის განვითარების დინამიკა ბაზარზე ამ დროისთვის 60-მდე ფინტეკ კომპანია ოპერირებს. ასოციაციის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიუხედავად რაოდენობის სიმცირისა, ქართული ფინტეკ ეკოსისტემა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რაც ასახელებენ სექტორის წარმომადგენლები, მთავარ გამოწვევა და როგორია ინდუსტრიის გეგმები, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვიერთება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაია, გამარჯობა. ფინტეკის ბაზრის მოცულობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება. ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 20 ლიცენზია გასცა, რის შედეგადაც ბაზარზე ამ დროისთვის ფინტეკ კომპანიების რაოდენობა, როგორც უკვე აღინიშნა, 60-ს აღწევს. ფინტეკ კომპანიებს მიმდინარე წლისთვის პოზიტიური მოლოდინები აქვთ. ასოციაცია ბაზარზე საერთაშორისო ორგანიზაციების შემოსვლას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას პროგნოზირებს. განვითარების პარალელურად კი ინდუსტრიაში რჩება რიგი გამოწვევები. ფინტეკ კომპანიები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის მნიშვნელოვანია სარეგულაციო ჩარჩოს არსებულ რეალობაზე მორგება და შესაბამისად ოპერირების გამარტივება. ამასთან მოლოდინია, რომ წლის განმავლობაში ფინტეკ კომპანიებს საგადახდო ანგარიშების გახსნის შესაძლებლობა ექნებათ. საკითხზე ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს. აიბანის გახსნის საშუალება ფინტეკ ინდუსტრიის განვითარების ტემპს დააჩქარებს და ამასთანავე ფინტეკებს ბანკებსა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ბაზრის დივერსიფიცირება არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ჯერ კიდევ არის რიგი მიმართულებები ფინტექში, რომელიც საქართველოში არ გვაქვს და შესაბამისად მას სჭირდება შესაბამისი სარეგულაციო პაკეტი და ინფრასტრუქტურა. აღნიშნავდი თავად კომერციულ ბანკებთან ურთიერთობის ნაწილს, რომელიც ასევე გამოწვევად რჩება. გამოწვევად რჩება იმ კუთხით, რომ კომერციული ბანკები მაინც ფინტექებს უფრო ჯერჯერობით როგორც კონკურენტებს უყურებენ და დამატებით ფინტექები მათთვის ჯერჯერობით მაინც ისევ მცირე მოცულობის ასე ვთქვათ ბაზარს წარმოადგენენ და აქედან გამომდინარე ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ უფრო მეტ კოლაბორაციაში შესვლისგან. ხელი შემშლელი ერთ-ერთი რაც არის ფინტეკებისთვის და განსაკუთრებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის ბანკებთან მიმართებაში კონკურენციაში არის საგადახდო ანგარიშების არ მქონდა. დღეს მაინც ელექტრონული საფუძვე ითვლება რაღაც საფუძვლად და არ ასოცირდება პირდაპირ ანგარიშად, თუმცა ეროვნული ბანკი უკვე გვირდება, რომ წლის ბოლომდე ხელმისაწვდომს გახდის საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის საგადახდო ანგარიშების გახსნას და ასევე მისცემს შესაძლებლობას PSP-ებს, რომ ჩაერთნონ RTGS ანგარიშტორების სისტემაში. ამ ორგანიზაციებს, ვისაც სურვილი ექნება და დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც აქვს ეროვნულ ბანკს, შეიძლება ჩაერთოს და ანგარიში გახსნას ეროვნულ ბანკში. შესაბამისად, IBAN-ის მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ უნიფიცირებული და ერთიანი კლასიფიკაციით იყოს ანგარიშგებები დაწერილი, როგორც ბანკებს აქვს დღესდღეობით, რომ არ მოხდეს აღრევა და არ იყოს გაფანტული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც ფინტეკ ინდუსტრიის წარმომადგენლები ელოდებიან, ვასპების, ანუ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების ეროვნული ბანკის სრული ზედამხედველობის ქვეშ მოქცევა. გასული წლის ბოლოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კრიპტოვალუტების მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესისგან ადგილზე ან დისტანციურად, ასევე დაადგინოს მათთვის საზედამხედველო წესები და მოთხოვნები, მათ შორის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და სხვა. აღინიშნოს, რომ სარეგულაციო მოთხოვნების გამკაცრება ზოგადად ან საერთოდ დაწესება განპირობებულია ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და დამატებით იმის თქმა, რომ მომავალში რა შეიცვლება სარეგულაციო კუთხით ალბათ რთული სათქმელია, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ბაზრის დინამიკა როგორიც იქნება, იმის მიხედვით ეროვნული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას. აუცილებლად ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ რეგულაცია უნდა იყოს აუცილებლად მოქნილი იმისთვის, რომ იყოს ბიზნეს ინტერესები გათვალისწინებული და რაც შეიძლება ნაკლები წნეხი წამოვიდეს კონკრეტულად ბიზნესებს. ეს ბაზარი საკმაოდ ახალი არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენც ამ ნაწილში ერთ-ერთი ინოვატორები ვართ, პირველები გადავდგით ეს ნაბიჯი რეგისტრაციები დაგვეწყო ვასპების ზოგადად ეროვნულმა ბანკმა, მაგრამ ავირჩიეთ ეს მიმართულება, რადგან ჯობს დარეგისტრირებული ყავდეს სუბიექტი და მისი ზედამხედველობა გაწია, ვიდრე არ ყავდეს რეგისტრირებული. ასე რომ კითხვები ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრია. ცნობისთვის გეტყვით, რომ ეროვნულმა ბანკმა ვასპების ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს. მადლობა ქრისტინე გამთენაძე, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.